ფოთის თეატრმა ახალ სპექტაკლზე მუშაობა დაასრულა. კალიგულა ასე ქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერა ხვალ შედგება. ალბერ კამიუს ტექსტის გამოყენებით პიესის ავტორები პაატა ციკოლია და ოთარ ქათამაძე არიან. სპექტაკლის რეჟისორი ასევე პაატა ციკოლია. ეს ფოთის თეატრში მისი რიგით მეორე ნამუშევარია. აქ ალბათ უფრო იმაზეა, რომ ამ ცხოვრებას აზრს უკარგავს არასწორი შეხედულებები სამყაროზე და რაღაცებზე. არის ისტორია ერთი, რომელშიც დედა მოდის და 3 წლის უნახავს შვილს ნახულობს, რძალი ფეხმძიმედ ყავს. ანუ ვაჟიშვილს ნახულობს, რძალი ყავს ფეხმძიმობის ამბავს გაიგებს და მოვას ანახავად 3 წლის მერე. ერთი ესეთი ისტორიაა. არის ერთი ისტორია, სადაც ქალიშვილის ფეხმძიმობას იგებს მამა. ის სხვა ისტორიაა. და არის კიდევ ერთი ისტორია, რომელშიც აღწერილია რაღაც პატარა ბიჭის ამბავი, რუანდელი, აფრიკელი ბიჭის ამბავი, რომელიც სადღაც შესვლას ცდილობს რატომღაც. სპექტაკლის კომპოზიტორი თენგიზ ნოზაძე, ხოლო მხატვარი ქეთი ნადიბაიძეა. რეჟისორი პაატა ციკოლია, ძალიან კარგი რეჟისორი. დამიკავშირდა და შევხვდით, მომიყვა ამ პიესის იდეა, დრამატურგია. შემდეგ ჩამოვედი ფოთში და 10 დღე ვიმუშავეთ ინტენსიურად, შეიქმნა რამოდენიმე საუნდტრეკი. მოვისმენთ სპექტაკლზე. სპექტაკლ კალიგულაში სულ 10 მსახიობია დაკავებული, ისინი აქტიურ მზადებას გადიან. პიესა არის კალიგულას მიხედვით, მე ვთამაშობ ქოროს, აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო როლია, მე ვფიქრობ, სხვადასხვა სახეებია სპექტაკლში. იმედია მაყურებელს მოეწონება იქიდან გამომდინარე, რომ სულ სხვა სტილით არის ეს სპექტაკლი დადგმული. ძალიან საინტერესოა და ველით მაყურებელს გელოდებით. ფოთის თეატრში ხვალ საპრემიერო ჩვენება 19 საათზე დაიწყება.